საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი Deep State-ზე წერს. მამუკამ დინარაძე ამბობს, რომ USAID-სა და NID-ის შემდეგ ეროვნული ხელისუფლების ჩამოგდების მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა მთავრობებმა აიღეს საკუთარ თავზე და ეგრეთ წოდებული დონორი ორგანიზაციები კონკრეტულმა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს. უმრავლესობის ლიდერი ამერიკის პრეზიდენტს Deep State-ის დამარცხებაში წარმატებას უსურვებს, მაგრამ წერს, რომ ჯერჯერობით დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს. მოკლე პერიოდში კი გამოიკვეთება კონტურები, ეს არის რეალური ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ, თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ფარულ პროცესებში, ინფორმით მოდერნიზაცია და რებრენდინგი, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული იყოს სიმართლის გარკვევა. მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ პასუხი გაუწეველია. ბოლო პერიოდში საქართველოსთან და ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან მიმართებით ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავს. მათ შორის კი ყველაზე უხეში და სიცრუეზე აგებული რიტორიკით ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები გამოირჩევიან. ისინი უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, ახალისებენ რადიკალიზმს, ღიად უჭერენ მხარს ხელოვნურ პროტესტს და პირდაპირ ცდილობენ მაქსიმალურად წაახალისონ რადიკალური პროცესები, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მისი აგენტურით შეცვლა და ხელისუფლებაზე სრული კონტროლის დამყარებაა. თუმცა მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაზუსტოთ, რომ არ არსებობს არანაირი ლიეტუვის, ესტონეთისა თუ შვედეთის ხელისუფლება. არ არსებობს ამ ქვეყნების არანაირი საგარეო საქმეთა სამინისტრო ან ცალკე მდგარი რომელიმე უწყება. ამ ქვეყნებს სრულად აქვთ წართმეული სუვერენიტეტი და ხელისუფლებები. ფორმალური თანამდებობის პირები არა მათი ქვეყნის ინტერესების, არამედ გლობალური ომის პარტიის Deep State-ის კარნახით მოქმედებენ. სწორედ ამიტომ საქართველოსადმი ამ ქვეყნების თავდასხმა უნდა განვიხილოთ არა როგორც რომელიმე ქვეყნის ქმედება, არამედ Deep State-ის პირდაპირ მცდელობა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს. საინტერესოა ისიც, რომ დღეს ჩვენ Deep State-ის რებრენდინგის მომსწრენი ვართ. ამ გლობალური და სახიფათო ძალის სისტემური მოდერნიზების და ძველი გაცვეთილი და უკვე ცნობილი მეთოდების ახალი, შეფარული მეთოდებით ჩანაცვლების. მაგალითად, თუ აქამდე გლობალური ომის პარტია ძირითადად USAID-ის და NID-ის საშუალებით აფინანსებდა მათ კონტროლს მიღმა არსებული ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდებას, ეს მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა მთავრობებმა აიღეს საკუთარ თავზე. ეგრეთ წოდებული დონორი ორგანიზაციები კონკრეტულმა ქვეყნებმა, იგივე შვედეთმა, ნორვეგიამ, ესტონეთმა და სხვა სუვერენიტეტ წართმეულმა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას შემდეგ რაც დახურეს USAID, NID და Deep State-ის კონტროლქვეშ არსებული სხვა დონორი ორგანიზაციები, ეს ფუნქცია ასევე მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ეგრეთ წოდებულ მთავრობებს გადაულოცეს. სწორედ ამიტომ Deep State-ის რებრენდინგისა და მოდერნიზაციის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები, უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს. საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რა დღეში ჩააგდო Deep State-მა ევროკავშირი, მისი ეკონომიკა და ქვეყნები. საზოგადოება ასევე კარგად ხედავს და ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ადასტურებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გლობალურმა ძალებმა უკრაინის ხელით პროქსი ომი აწარმოეს. საბოლოო ჯამში კი შედეგად მიიღეს დასუსტებული ევროპა და განადგურებული უკრაინა. მეორე მხრივ უამრავი პრობლემა შეუქმნეს რუსეთსაც, რამაც ცხადია მისი საგრძნობი დასუსტება გამოიწვია და რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა წინასწარ დაწერილ და ამავე დროს ჩვენთვის დამღუპელ სცენარში მონაწილეობაზე, ბუნებრივია Deep State ყველა მეთოდს გამოიყენებს, რომ საქართველოში ურჩი ხელისუფლება შეცვალოს, მმართველობაში თავისი აგენტურა მოიყვანოს და თუ მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა აღარ იქნება, ეკონომიკურად დაანგრიოს საქართველო. ზუსტად ისე, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუკეთეს. თანაც ევროპაში გლობალურ ძალებს არათუ დასუსტების და განადგურების ეთყობა რამე არამედ პირიქით, ის მოდერნიზაციას განიცდის და ახალი შეფარული და აქამდე უცნობი მეთოდებით ცდილობს მიზნების მიღწევას. პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ და მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით არათუ დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს. მოკლე პერიოდში უკვე გამოიკვეთება კონტურები. ეს არის რეალური ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ, თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ფარულ პროცესებში ინფორმით მოდერნიზაცია და რებრენდინგი, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული იყოს სიმართლის გარკვევა. ასევე კიდევ ერთხელ მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep State-ის დამარცხება. მამუკამ დინარაძის ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციამ დინარაძეს არასერიოზულს უწოდებს. პოლიტიკური შეფასებები.
ჯერეთ მდინარაძის განცხადებას და მეორე ასეთი შინაარსის უტრინოობის გამოვლენას ჩემი შეფასება უნებრივია არ ექნება. ეს არის ის, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ირაციონალური პროპაგანდა, რომელსაც ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებს თავს მოახვიონ, რომ ყველა მათგანდა და ყველა ვინც ივანიშვილის ესე ვთქვათ საპირწონე ნაბიჯს, ივანიშვილის საწინააღმდეგო ნაბიჯს, მისი ანტიდემოკრატიული ქმედებების საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგავს, იქნება ეს სახელმწიფო, იქნება ეს კონტინენტი, თუ იქნება ეს პერსონა, ინდივიდი, ყველას ეძახიან deep state-ს და ქვეყნის მოწინააღმდეგეს, ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგეს. ხელისუფლება არის გაკოტრებული და ისინი არიან მტრების ძიებაში, მათ ჭირდება პრისხატი და სხვადასხვა დროს ეს პრისხატი არის სხვადასხვა რამე და სხვადასხვა ვინმე. მეტი არაფერი, უბრალოდ ისინი ვერ ლაპარაკობენ იმაზე, როგორ შეიქმნება სამუშაო ადგილები, როგორ გამოსწორდება ჩვენი ეკონომიკა, როგორ გამოვა საქართველოს იზოლაციიდან და მთელი ყურადღება გადააქვთ თვითონ ბჭყალებში, სკანდალებზე, დანაშაულებზე ბჭყალებში და მტრების ძიებას. ხედავთ ჩვენ უკვე ასე ვთქვათ დივერსიფიცირებულ თავდასხმას ქართულ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, სულეთ და მთლიანად საქართველოსზე. ხედავთ ჩვენ რომ მათ შორის ეს ვიზიტები რაც იყო ბოლო პერიოდში ტური რაც მოუწყვეს მათ მარიონეტებს იმისთვის რომ მიიღონ მისცენ მათ შესაბამისი ინსტრუქცია დავალებები, ასე რომ ეს არის ჩვენთვის ტესტი საბოლოო ჯამში. ვინაიდან როცა საუბარი იყო deep state-ზე და მის დამარცხებაზე, აქ ჩვენი წარმოდგენა არის ასეთი, რომ უნდა ამოიძირკოს საერთოდ სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ქსელები და არა მოხდეს მათი რებრენდინგი და ის რაც რასაც ადრე ერქვა USAID, ახლა დაერქვას ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც ისაც არსებობდა მან უფრო აქტიურად თანამშრომლობს თუ რაღაც ესტონეთის დახმარების ორგანიზაცია და ასე შემდეგ. ჩვენი საქმეები უკან და უკან მიდის. ჰიბრიდული ომია, ის რომ ყველაფერი გააბანძონ, ყველაფერი ტალახში ათრიონ. ხალხს უთხრან რომ არაფრის ღირსები არ არიან, უნარო, უნიჭო. მონური ფსიქოლოგიის უნდა იყვნენ. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეო ჩართვისაც განაცხადა. მან დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს პრეზიდენტის ხელფასი 3000-დან 4000 ლარამდე იყო. ამ ფულით კი ვერც ტრამპს გაუმასპინძლებოდა და ვერც ჰილარი კლინტონს და ეს ყველაფერი საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები იყო. ეს შეიძლება საქმე, რომელიც არის რეალურად იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც 2012 წელს საქართველოს ჩამოაშორა ხელისუფლებას პატრიოტული თავრობა და მოიყვანა რუსეთის დიქტატურა. ჩვენ ვიყავით დემოკრატიის შუქურა და შემსიტყვები არ არის ამერიკის პრეზიდენტის სიტყვები. ჩვენ ჩამოვარდით ამერიკის სამი პრეზიდენტი საქართველოში. შეიძლება იყოს სამი და 2000 ლარი. უნებრივია ამური ეკათები პრეზიდენტის დეპუტატების ხელფასები არის დიქტატურები. ამური მე ვერც დონალდ ტრამპს გაუმასპინძლებული ჰილარი კლინტონს ვერც საჩუქრების დავალებების საპრეზიდენტოს განაჩორო რაღაც ნახატი მივიდეთ საპრეზიდენტოს დასაქმებაში. ობედიანი საკრებულო ემიას ასე შეგვიარაღე აშენებული. იქ საუბრობთ შოპარები და მე ნახატი გაკავა იქიდან ასევე ამ კრიტიკას და ის საკითხები თავო და პაიარის შოური რა მე მასამართ იმას რაღაც ნახატი ვიდეთ იქიდან პრეზიდენტო ადმინისტრაცია მაგრამ იქიდან სისტემური ახალ და უეს სისტემური ორგანიზაცია ის საკუთარი კაპაციტეტი ყველა კულტურის პრეზიდენტი ის გადაწყვეტს მისი მიღებულებს და ვიღაცა პირად საჩუქრებს ყველა კულტურაში უმეტეს პროგრესი პრეზიდენტის კულტურის ხარჯები იპარება სახელმწიფოს მიერ რა მე მურაობ პატრონს პროგრამის პატრონს ტელევიზიურ ზოგიერთ ფილმურ ჩარევას სამიათას არა ვარიანტი გაკეთებს დეროჩი ფორმის კონტრაქტის ტრეიში პროვოჩი და ბიბლიოთეკის მერაჩეულ ფინანსში მე პირველი დამკვიდრი საქმე მეგისა პრეზიდენტობის დასრულებიდან ტრანსმისიაზე უკრაინაში საკუთარ ხოლმე არადე პოლს დაქირავების ხოლმე და საკუთარ ჩემი
არის ცხოვრობ ძალიან მაგარ ბინაში და ეს გული ახლა დაგაგებია ფრანციაში ამდენი წარმატება არ არის საკუთრება თავის პროექტზე მაგრამ ყველეს უბრალოდ გასაკუთრებული გახდა რომ დავამაშენებელი ჩაყოლოს აუცილებლად გასაკუთრებული მათ ისიც რომ შაქერკა დიდმოში გადასწრებს და ვახტა კონგრესში ჩაყოლოს თევში მაგრამ გასაკუთრებული იმაზე რომ ოპოზიცია რომელიც მე აღვნიშნე იქოთე სამართლიანი სადაც სტადიონი ხომ და აუცილებლად გასაკუთრებული სადაც რომ არამის გასაკუთრებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ პროკურორს ქართული ოსნების დამფუძნებლის სპიძინე ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი უთხრა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო და როგორც მან განმარტა, შუამდგომლობა დაუსაბუთებლობის მიზნით არ დაკმაყოფილდა. ამასთან, როგორც გელაშვილმა აღნიშნა, ბაჩიაშვილი აღკვეთის ღონისძიების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ის მისი განზრახი ქმედებით საქართველოში არ იმყოფებოდა და მართ საჯულებას თავი აარიდა, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი გახდა. მოსამართლის განმარტებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბაჩიაშვილის ნებისმიერი ფორმით სხდომაზე მონაწილეობის მიღება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს დაარღვევს. ბრალდებულის მიერ საბოლოო სიტყვით სარგებლობის ნების დართვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დააყენა. ადვოკატის თქმით, საბოლოო სიტყვით სარგებლობა ბრალდებულის ექსკლუზიური უფლებაა და ბრალდებულის თუნდაც მიმალვა და არ გამოცხადება სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გარკვეული ფარული მიზნებით მის დასასჯელად არ უნდა იყოს მიმართული. ბრალდებულის უფლება მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მათ შორის დისტანციური ფორმით, შესაბამისად ვითხოვთ, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა სასამართლოს მიმართოს როგორც დასკვნითი სიტყვით, ასევე განსაკუთრებით საბოლოო სიტყვით და საბოლოო სიტყვის ნაწილში მინდა აღნიშნო აუცილებლად, რომ ეს გახლავთ ექსკლუზიური უფლება ბრალდებულის, რომელიც არაკომპენსირებადია ადვოკატის მიერ, ანუ მხოლოდ მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს აღნიშნული უფლები და მოახდინოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ამ უფლების ექსკლუზიურობა მდგომარეობს ასევე იმაში, განსხვავებით დასკვნითი სიტყვისგან, ბრალდებული თუნდაც დროში არ არის შეზღუდული საბოლოო სიტყვის შემთხვევაში. მოსამართლის შემდეგი და ზოგადად ამ საკითხზე გადაწყვეტისას მნიშვნელობა ენიჭება იმის, რის გამოც ბრალდებული თავს აერთებს ზოგადად საზოგადოების განხორციელების პროცესში. ეს არის მისი გადაწყვეტილება, შემდეგი გადაწყვეტილება პრინციპს საბიურო შეიძლება ვერახერხებდეს ფორმით გამოცხადებას. იმ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოვიდეს, რომ ეს არის მისი პოზიცია ოფიციალურად აღიარებული, რომ თავს აერთებს მოსაჯულებას შესაძლებლად ეს არის მისი სურვილი, რომ აღიარდეს. მაქვს ასეთი მოცემულობა, რომ პირადად ბრალდების საფუძველი მასაჯულებული ვალდებულებით ვალდებულება იყო გარკვეულწილად ის, რომ იგი იყო აქტუალიზების ბიროოს ქვეშ და ეს არის ის გააჩნია საქართველოს განსაკუთრებით ფაქტობრივად რაც ფედერალური და განხორციელებული არის ასე ვთქვათ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს ამ განაცხადა რომ საქართველოში არის პროკურორია მასშტაბის განხორციელებას თავი აარიდა მისი პროცესში მონაწილეობა დისტანციურად ვთქვათ აღოს იმ პრინციპს რაც არის ზოგადად აქტუალიზების მიზნები სასამართლო აქტივობა ამბობს ფორმალური ხასიათის მეორე პრაქტიკული შესაძლებლობების დასწავლით მithoma აქტუალიზების დისტანციაში შესაძლებელი არის დაუსაბუთებელი და ადამიანის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებთან დაკავშირებით სრულად დამოკიდებულნი არიან ინსტრუქციებზე, რომელსაც როგორც მარიონეტები გარედან იღებენ. როგორც პაპაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოო ყველა მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყავილაშვილი დანიშნავს. მარიონეტულ ოპოზიციას, რომელიც ხედავთ, რომ სრულად გარედან იმართება, ამ დღეებში დაკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები და არ ვიცი, ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი ალბათ ჯერ კიდევ იქ არის და ხედავთ უკვე მათ განცხადებებს, როგორ უნდა გამოუთხარო ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ უნდა
დაორგანიზებული ტერორი და ასე შემდეგ გულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი ინსტრუქციები და მისი შესრულება. ამიტომ არჩევნებსაც შეეხება, რა თქმა უნდა, აქაც სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა მე ამასთანავე ვთქვი, რომ საბოლოო ჯამში მათი ასე ვთქვათ პოლიტიკურ განცხადებებს ხა დიდი ფასი არ აქვს ხოლმე და დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავალაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მიიღებს მონაწილეობას იმ ცესკოს შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია, მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყავალაშვილი დანიშნა. ვფიქრობ, ერთ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ლაკმუსის ქაღალდი გამოდგება ხოლმე და ხედავთ ჩვენ ახლაც, რომ მიდის გადაჯგუფება, ადრე რაც კეთდებოდა USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხელით, რომელიც თავად ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების ამხილა თაღლითობასა და სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის ორგანიზებაში, ახლა ეს მცდელობები და თქვათ ეს ქმედებები უკვე გადანაწილებული არის ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით, ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე და ხედავთ ჩვენ უკვე ასე ვთქვათ დივერსიფიცირებულ თავდასხმას ქართულ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, სრულად და მთლიანად საქართველოზე. ხედავთ ჩვენ რომ მათ შორის ეს ვიზიტები რაც იყო ბოლო პერიოდში ტური რაც მოუწყვეს მათ მარიონეტებს იმისთვის რომ მიიღონ მისცენ მათ შესაბამისი ინსტრუქცია და დავალებები, ასე რომ ეს არის ჩვენთვის ტესტი საბოლოო ჯამში. ვინაიდან როცა საუბარი იყო deep state-ზე და მის დამარცხებაზე, აქ ჩვენი წარმოდგენა არის ასეთი, რომ უნდა ამოიძირკოს საერთოდ სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ქსელები და არა მოხდეს მათი რებრენდინგი და ის რასაც ადრე ერქვა USAID, ახლა დაერქვას ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც ისაც არსებობდა მან უფრო აქტიურად თანამშრომლობს თუ რაღაც ესტონეთის დახმარების ორგანიზაცია და ასე შემდეგ. რასაც ჩვენ ეს პერიოდი ვაკვირდებით, მათ შორის ვხედავთ ჩვენ რომ ორგანიზაციები ხდება პირდაპირ გადადიან სხვა ქვეყნების კონტროლის ქვეშ, ნახეთ რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც რაც ესე ვიცით ღიად რომ არის ასე ვთქვათ გადაესტონებდნენ, მათ შორის რამდენიმე NGO და ხედავთ ჩვეულებრივად ასე ვთქვათ გადანაწილებას იმ რესურსებისა, რომელიც აქამდე USAID-ის, NED-ის და სხვა ასეთი ორგანიზაციების ხაზით იხარჯებოდა საქართველოში, ახლა სხვა ხაზით რომ შემოვიდეს საქართველოში, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ მიზანი რა არის, ხომ ხედავთ საბოლოო ჯამში უკვე ყველაფერს გაეცა პასუხი. რასაც ჩვენ ვამბობდით, ყველაფერი დადასტურდა აბსოლუტურად. ჩვენ ვამბობდით, რომ უცხოური დონორების ფულის ნაწილი გამოიყენებოდა საქართველოს დესტაბილიზაციისთვის, აქ რადიკალიზმის, ექსტრემიზმის წახალისებისთვის, პროპაგანდის საწარმოებლად. ვასახელებდით პირდაპირ USAID-ის, NED-ს, სხვა ორგანიზაციებს დადასტურდა ამერიკის ხელისუფლებისთვის აღიარებით, რომ დესტაბილიზაციისთვის და პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა ეს ორგანიზაციები. ჩვენ ვამბობდით, რომ იყო მცდელობები საქართველოს ჩაეთრიათ ომში და პირდაპირ არ საუბრობდით იმ ფაქტებზე და იმ მცდელობებზე, რომელიც იყო, თუმცა ამაზე მიუთითებდით. ამას უთიფრად უარყოფდა ზოგიერთი სახელმწიფო ლიდერი თუ პოლიტიკური ჯგუფი და დადასტურდა დღეს ეს ყველაფერი რა და როგორ ხდებოდა, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენს ეს ომი იყო სინამდვილეში ომი, რომელიც პროქსი ომით შეიძლება მოიხსენიოთ, სადაც გამოიყენეს უკრაინელი ხალხი როგორც საკუთარი უსაფრთხოების მიზნების განსახორციელებლად სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებმა. დღეს ეს აღიარა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რომ ეს არის პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის. პროქსი ომი მოგეხსენებათ არის ომი მარიონეტის ხელით წარმოებული. აი ასეთი მარიონეტობა უნდათ ჩვენი ზოგიერთებს საზღვარგარეთ, ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს თუ პოლიტიკურ ლიდერს. ამიტომ ბრაზდებოდნენ ყოველ ჯერზე, ამიტომ არის ეს რაღაც გაუგებარი
ვიზის ქვეყანაში შესვლის აკრძალვები და ასე შემდეგ, რაც აბსურდში გადავიდა, იმიტომ რომ გაბრაზებულები არიან, როგორ თუ თავი არ დაუქმნით ყველაფერზე, როგორ თუ არ შევასრულეთ მარიონეტების როლი და ამიტომაც უნდათ რომ შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში და ხედავთ როგორ უნდა თუ გამოზარდონ მათთვის სასურველი მარიონეტები დაატარებენ საკუთარი ხარჯით სხვადასხვა ქვეყნებში ტურებში და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია და NGO-ების ერთობლივი ტური რომელიც ახლა ქონდათ ბალტიის ქვეყნებში სკანდინავიის ქვეყნებში დიდ ბრიტანეთში იყვნენ კიდევ ერთხელ ვისი ფულით იყვნენ ამ ქვეყნებში დაასახელეთ თქვენ აჩვენო საზოგადოებას ქვითრები და გადარიცხვები ვინ იყიდა ბილეთი ვინ იყიდა ვინ განათავსა ისინი სასტუმროში ვისი ფულით დადიან ქართველი პოლიტიკოსები აი ვისი ფულითაც დადიან იმათი მარიონეტები არიან ამიტომ აი გვაჩვენო ვისი ფულით არიან წასულები და გაეცემა კითხვას პასუხი პირდაპირ ვისი მარიონეტები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები და NGO-ები